Ბატონო, თქვენ იურიდიულ სფეროში უკვე გაქვთ თუ არ ვცდები 33 წლიანი გამოცდილება. ანუ ყველა მთავრობის დროს თქვენ მუშაობთ ამ სფეროში. აი თუ შეგიძლიათ მითხრათ თქვენი გამოცდილებით ყველაზე პროფესიონალი პროკურორი თუნდაც ვინ შეხვედრიათ? ჩემი კარიერის განმავლობაში მომიწია ბევრ პროფესიონალი იურისტთან მუშაობა, ეს იყო პროკურატურაში, ეს იყო სასამართლოში, ეს იყო ადვოკატურაში. ამ ეტაპზე შევეხები, რადგან ჩემი კარიერა თავიდან როგორც იურისტის დაიწყო პროკურატურაში, შევეხები პროკურორებს, რომლებსაც ვთვლი, რომ მართლა ძლიერი პროფესიონალები იყვნენ და გამორჩეული ადამიანები იყვნენ და ზოგიერთი ეხლაც არიან. კერძოდ თამაზ ჭუმურიძე, რომელსაც ვთვლი, რომ ჩემი მასწავლებელი იყო პროკურატურაში, მერეთი საოლქო პროკურორი იყო, მე ვფიქრობ, რომ ალბათ ნომერ პირველი გამომძიებელი და პროკურორი, ვენეტი ბენიძე, სამწუხაროდ ბატონი ვენეტი გარდაცვლილია, ჯაბარ ფუცელაძე, რომელთან ერთადაც მომიწია ერთად პროკურატურაში მუშაობა და კიდევ რამდენიმე პროფესიონალი პროკურორი, მაგალითად ზურაბ ბელთაძე, რომელიც ამჟამად არის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ჩვენ მოგვიწია ერთმანეთის გასტობა, მე მაშინ ადვოკატი გახდით, ბატონი ზურაბი პროკურორი იყო, შემდეგ ბატონი ზურაბი ადვოკატი იყო, მოგვიწია ერთად მუშაობაც მარტო სისხლის სამართლის საქმეებზე. მე ვთვლი, რომ ეს ადამიანები პროკურატურის ასე ვთქვათ კორიფეები იყვნენ და ძლიერი პროკურორები იყვნენ. მაგალითად შემიძლია გავიხსენო ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმე, დამწყები გამომძიებელი გახდით მაშინ პროკურატურის არეული წლებია 90-იანი წლები არის შემთხვევის ადგილზე გამოგვიძახეს მივედით და ვერც ერთი ადამიანი პოლიციელებიც კი ვერ შედიოდნენ რამდენიმე გული შეუწუხდა იმდენად მძიმე სურათი დახვდა შემთხვევის ადგილზე ერთ ოჯახში კერძო სახში იმერეთში ქუთაისში კერძოდ როდესაც შევედით შემდეგ შევძელით და შევედით შემთხვევის ადგილზე მის პალატინიკები სისხლით იყო მოსვლილი. მამაკაცის გარდა ყველა გარდაცვლილი. მამაკაცის გარდა მთელი ეს ოჯახი გარდა ქალბატონი იყო ცოცხალი. პროკურორი ამ საქმეზე იყო ბატონი თამაზ ჭუმურიძე. დაიწყო გამოძიება 1000 ვერსიები შემუშავდა იქ, რომ შეიძლება ეს ყველობა ყაჩაღური თავდასხმის შედეგად იყო ვინმე ხოშური არიძე და ასე შემდეგ. და ძალიან ბევრი ვერსიების მიუხედავად გამოძიება კვალზე ვერ გადიოდა. ეს გახდა საფუძველი იმისი, რომ უნდა დანიშნულიყო სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა. თუმცა მე პირადად არ ვიცოდი არც სტუდენტობის პერიოდში და მე როგორც გავიგე სხვა გამომძიებლებს და პროკურორებთანაც არც არავის არ ქონია ჩატარებული გარდაცვალების შემდეგ სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა. და დაინიშნა ქალბატონი პალინა გახდა ეგეთი სასამართლო ფსიქიატრიული უჯრედის ქალბატონი, დაინიშნა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა იმისთვის, რომ დადგენილიყო გარდაცვალებამდე ამ ადამიანის ფსიქიატრიული მდგომარეობა, ექსპერტმა მოგცა დავალება გამოვკითხეთ ბავშვები და ბავშვობის პერიოდიდან ვინ მეგობრობდა, მისი მასწავლებლები, მეზობლები, ნათესავები, ანუ ვისთაც კი მისი დაწყების ცხოვრები და გარდაცვალებამდე შეიკრა ეს სურათი და ბოლოს გაიცა დასკვნა იმის შესახებ, რომ ამ ადამიანს დაუდგინდა დიაგნოზი, ფსიქიატრიული დიაგნოზი, რა დროსაც მან ჩაიდინა ეს დანაშაული შეურაცხყოფ მდგომარეობაში და მას გაფიცნორებული არ ჰქონდა, რომ ის დანაშაულს ჩადიოდა. ეს იყო მაშინ გახმაურებული საკმაოდ ესეთი საქმე და ამ გამოძიებაში აი უზარმაზარი როლი ითამაშა ბატონმა თამაზ ჭუმურიძე და საერთოდ ზოგადად მე მომიწია ბუნებრივია სხვა პროკურორებთან მუშაობა, მაგრამ მსგავსი აი ასაც ქვია ნიჭი, რასაც ბატონი თამაზე აღგონდა და იშვიათად მინახე და ის ადამიანები ვინც ჩამოთვალებია ადამიანები და ეს ადამიანები ერთი ბედნიერება იყო მათთან მუშაობა.